მოგესალმებით მეგობრებო, შევიკრიბეთ მე და აკო ერთად დღეს და დღეს ჩავწევთ ჩემი პარადოს მომზადების პირველ ნაწილს, სატესტო ნაწილია ეს, აბა რა ვკითხავ. ნიკოლაუსას 33-იანი გუდრის სატეები დავაყენეთ პარადოზე. ნიკოლაუსს ავართვით საბურავები. ცოტა ხანი გავიტაცეთ და სატესტოთ სტოკ მდგომარეობაში, ანუ ქარხნულ დაკიდების სისტემაზე არაფერი შეიძლება არ გვიდია, უბრალოდ ესე მივაგეთ საბურავები თავის დისკებია. ვიზუალურად ძალიან დაეთყო ეგრევე რომ ცოტა ბევრად აგრესიულ ვიზუალზე მოვიდა. წინა მხარეს სრულაღებულ, საჭიაღებულზე ცოტა ედება წინა მხარეებში მოსახლეებში. რაც იდეაში შემდგომი როგორ გამვითარდება ბოლონები ამ ვიდეოში გამოჩნდება და რა პრობლემას გადავლახავთ ანისი ანასე. ამას არ დავასპოილერებ როგორ გადავლახავთ. პატარა დიაგონალებზე ვიყავით და უკან კარგად გაშალა და არსად თითქოს არ მოვედო არაფერი. უკანი შეიძლება ცოტა მაღლა ხო ესაც უკან ხო არ ვიცი რაღაც ეგეთი ქართულ მდგომარეობაში და ან მაღლა ქონდა უკან ავტორი აწევს ეგრე ქართული ზამბარა და ამოდატურების მარკერი აღარ. ეხლა მივდივართ ჩემ დიაგონალებზე, ეგრე არის უზე რომ ნახოთ, მარკის აღმართიფია მაგის დიაგონალები, ამ ჩემი სახელობისა. აკოსთან ამ მარკეტინგში ვინც გზაზე რო დიაგონალებია იქ და უბრალოდ სატესტოთ ჩვენც რომ ნახოთ რა მესედება არ ედება უფრო დიაგონალებს გაშლა გამოშლა ბოლომდე გადავიღებთ ძალიან მოკლე დიაგონალებზე ასვლა ჩამოსვლის ვიდეოს. ეგ ადგილი ბევრჯერ გაქვთ ნანახი. მოკლედ ეგ არის. წავედით ახლა მივაц მერე იქ გავაგრძელებთ განაჩენს. ხო, გარედან ან უკვე ნახეთ ან ეხლა. ხო, ანუ მოვედით მაგე შენ დიაგონალებზე. მიდი აბა. ისეთი კაი ტალახი აქვს, შეიძლება ისეთი დაგიქნიოსებო და დავეცი აგერე. წავში რო გდიხარ ბოლოს. წავედით. ისე რომ რამე არ გავაფიქრე. კაი. დამადავლებელი ჩართული გაქვს? ჩართე მერე. ისეთ პაჯეროზე რო გეუბნეოდი დამადავლების გარეშე ეს დატვირთულ ადგილებში ტრაქშენი ეფექტურად არ მუშაობს, უჭერს. ჩავთე და ვნახოთ. ამაზე როგორ არის? რავი, ჩვეულებრივად ხო. შენ აბა ნახე. ძალიან მარტივად თავი და კაი ტალახია. ან დასრიალები ძალიან არ დაგასრიალებს. აქ საერთოდ გაუსრიალებია. აი ესე გაყევები? ესე გავყევი. აი აბა, წინა ხوار გადავიღო. არა, ფოტოები. ო, მიდი. თან საბურავები საერთოდ რა წნევებზია, ეხა არ ვიცით. ნიკოლას რამდენზე ქონა დაყენებული. სივით არის. ესეც ესენა, საკმაოდ კარგად დადის. სულებიც არა აქვს ისე პატარა, რო ვთქვათ, ქარხნული დაკიდების კვალობაზე. ტრაქშენის თან ეხმარება. აბა, რა სიტყვი? როგორი შედეგები დაიდო? მომეწონა. მე გავღნიშნე უკვე, რომ 33 მეტრებმა თან საბურავის დიამეტრის გაზრდა ალბათ თავის იქნა, თავისთავად. ქარხნულად უკანასკნელები საკმაოდ კარგი აქვს. თან ტრაქშენი, თან ყველაფერი, თან დიზელს
ანუ ძალაც რავი საკმაოდ კარგად ყოფნის. ძალა მეც რაღაცა გატესტვის რეჟიმში ვარ, ეხლა ჯერ ხო არ ვიცნობ მანქანას და რომ მივადგი ძალიან კარგად მომდიხარ, ასე ვთქვათ, დაჭიმულ რეჟიმში. კარგად აკონტროლებ. ხო, სხვათა შორის ძალიან, ანუ წინა ფორანერთან შედარებით ბევრად უფრო უკეთესი შეგრძნებები აქვს, არ ვიცი, ის მანქანა ძალიან ხისტი იყო თუ რატო არ ვიცი. აი დაახლოებით JX-ივით არის რა. ანუ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და რო იცი მანქანა სად როგორ მოიქცევა. 33-ებზე ესეთ საკმაოდ კაი აღმართი იყო, ძალა ყოფნის. აბსოლუტურად. ყოფნის კი არა, ბევრი გაქვს. თუ არ შეათამაშე გაზი შეიძლება რამე გააფუჭო ძალიან კაია, ჯერჯერობით დიზელი მოხწევს. ჯერჯერობით კაია, კი. გარდა ამისა ახლა რაც საბურავები დავაყენეთ, ეს სატესტოდ ნიკას მოვუყარეთ და დავაყენეთ, კიდე ბევრი რამე არის დაგეგმილი და ნუ მაგას ნელ-ნელა უკვე ამ ვიდეოს ფარგლებში, ან სხვადასხვა ვიდეოს ფარგლებში მე იხილავთ. წავედით ახლა ჩვენ გავაგრძელებთ სხვა ვიდეოს ჩაწერას, ამ ვიდეოს მე ცოტა მოგვიანებით იხილავთ. წავედით. აბა ჰეთ. აბა მოგესალმებით. დღეს შემდეგი დღეც გათენდა. ეხლა უნდა წავიდეთ და ჩავიდეთ რუსთავში ბიჭებთან, ვინც აკეთებენ სლაიდერებს და ქვევიდან დამცავებს, რომ გავაკეთოთ პრადოზე ელენი. ეხლა შეგახედებთ როგორ ვიზუალზეა. დაუბრუნდა თავის ძველი საბურავები, იმიტომ რომ წინა მხარეს ედებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად დადიოდა მაგ საბურავებზე, წინა მხარეს აი აქ ამეებს ედებოდა. ჩაწერილი მყავს ლიფტზე, იქითა კვირაში ავწევ 5 სანტიმეტრით და უკვე მზად იქნება 33-იანი საბურავების მისაყენებლად. აწევის მერე მზად იქნება უკვე 33-იანი საბურავების მისაყენებლად, პლუს დავუყენებთ როკ სლაიდერებს, ანუ ეგრეთ წოდებულ, არ ვიცი მაგას ქართულად რა ქვია, ქვის მაცურებელი, ანუ საფეხურის დასადები არის ოღონდ რკინის, რომ მანქანა არ გაფუჭდეს და პლასმასის ქარხნიდაც ის არ გაფუჭდეს, მაგას დავაყენებთ და ქვევიდან დამცავებს როგორც ვაყენებთ ხოლმე სტანდარტულად. ძრავი, გადაცემათა კოლოფი და დამადავლებელი გადაცემათა კოლოფი, რომ დააზღვიოს უგზოობაზე სიარულის დროს, რაიმე დაზიანება რო არ მიიღოს. ეხლა მოვაყო და წავალთ რუსთავში. ჩამოვედით რუსთავში ბიჭებთან, სადაც დავდივართ ხოლმე და ეხლა გავესაუბრებით მათ ჩვენ პროექტზე, რაც გვინდა გავილაპარაკოთ. მეტი არაფერი. აბა, რას ფიქრობთ, გამოვა საქმე? გამოსვით გამოვა, კი, ჩვეულებრივად პრობლემა არ იქნება. პირველ რიგში მოვხსნით, დავასკანერებთ, რომ შევხედოთ სად ვართ, როგორ ვართ, სად ვაგრძდებით. ნუ ერთი პლასმასი ცოტა გვიშლის ხელს, მაგრამ მოვაგვარებთ. ვეცდებით, რომ ზაზორი, რომელიც არჩევა, რკინით შევავსოთ. გავიგეთ, სლაიდერთან დაკავშირებით რაცა დამცავებზე ჩვეულებრივად წავა ფორანერი ისნე და თუ როგორ არა ამაზე? კი. დიზელი რო რამე სხვაობა არა, ხო? რამა ფორანერს და ამას აქვს იგივე. ხო, ერთ და იგივე. კი. დაჟე აი FC კრუიზერიც იგივე, რომ ბაზარს მოკლე. ანუ შესაბამისად ის დამცავები TRD-ს რაც აქვს, ჩვეულებრივი თავის აბოლტებით ყველაფრით ეგრევე წავა. всё. სხვაობა გვაქვს ეხან გეტყვი რაში, ესე იგი 2003-დან რომ დაიწყო ფორანერი. ხო. JX470 ისა ფორანერიც და Prado 120-იც. არის ერთ და იგივე რამაზე. აი, იატაკის შტამპოვკაც კი იგივე არის. ხო, ანუ ყველაფერი იგივეა. ყველაფერი იგივეა. უბრალოდ მე პატარ-პატარა მოდიფიკაციებს გადის და პლუს ძრავის მიხედვით მოძრაობს ძრავის და კაროფკის სამაგრები რა. ხო. გადაცემათა კორპუსი, იმიტომ რომ სხვადასხვა 4-7 და 8 ცილინდრიანია სიმძიმის ცენტრი სხვაგან აქვს მანქანა შესაბამისად სამაგრის სხვაგან არის 4-დან 2 სხვაგან აქვს 3-დან 2 დიზელს შეიძლება კიდე სხვაგან არის მაგრამ თუმცა ძირითადი ყველაფერი ერთ და იგივეა. ან ჩარჩო იგივეა. ხო, როგორც ვიძახით ხოლმე. კაი, ეხლა დაგათვალიერებთ აქაურობას, რაღაც საინტერესო დანადგარები დაამატეს. ზოგადად რო იცოდეთ აქ რისი გაკეთება შეგიძლიათ მანქანას რაც შეეხება ანუ მომზადებას სლაიდერები, დამცავები, რკინის ძალოვანი ბამპერები. ეხლა დაამატეს უკვე ჯალამბარები, მათ შორის წინა მანქანაზე გაკეთებული მქონდა მე საბარგულებს საკეთებთ და შიდა პანელებსაც საკეთებდით, როგორც მახსოვს, აი უკანასო შეფთან აი მაგავშლით ეხლა შემიძლია განახოთ. აი წამოაბა, დავიდეთ ნახოთ. ეს არის მეოთხე თავს. ხო, აი ამაზე ვიძახით. ერთი უკვე ამოვჭერით. ხო, საკმაოდ. ოღონდ ეს არის მეოთხე თაობის ხო, საუბარი იმაში. სარკიანი ვერსიის, აი უკანო სარკე უდგას რა, აი სპეციალური ჭრილი აქვს და მეორე მხარე გაშვებულია ეხა ჭრაზე უბრალოდ. ხო, ესეთ დაზგა. დავასტოპეთ. აი ის კიდე იქით მეორე დაზგა, ეს საკით არის ხა პროფესიონალურად ვერ ვერკვევი ამ რაღაცებში, ეგ უკვე თქვენი საქმეა. ის არის ლითონის ფურცელი სახრელი პროფესიონალური დანადგარი. 80 ტონა სიმძლავრე აქვს, 2 მეტრანახევარის სიგრძე, ანუ მაქსიმუმ 2 მეტრანახევარი შეუძლია გახაროს. თქვენ საკონტაქტოს როგორც წინაზე, ისევ დავტოვებ ვიდეოში ნომერი, Facebook-ში ყოფილი ყველაფერი და თუ ვინმეს აქშიდება, შეგიძლიათ მოხვიდეთ. ხო, ასევე გვაქვს 3D სკანერი, მამასაც განახორციელებს. ხო, მანქანას ასკანერებ, როგორ მუშაობთ, უკვე შეგვაქვს მე და ფაქტიურად ხედავ რას ვაკეთებ, როგორ კეთდება ყველაფერი, ანუ 3D მოდელი კეთდება ფაქტიურად მთლიანად.
მე ნახაზები უკვე გადმოდის სხვა პროგრამაში, იჭრება, იკეცება და ჩაოლებრივად უკვე მაგის მიხედვით გამოდის უკვე მზაის. თან კაი. პლუს თერმული შეღებაც ხო, თერმულად ამუშავებთ კი, ადგილზე წინაზეც თერმულად ხვებათ. კაი, წავედით ახლა მივხედავთ ჩვენ საქმეს რა, ამოდროებით. ახლა ვიმზადებით, რომ მანქანა დავასკანეროთ და განახებთ პროცესს, როგორ ხდება დასკანერება. აკო იქიდან აგვიდება. მე აქედან უყურებ, რომ კომპიუტერში დაგანახოთ, როგორ გამოჩნდება ეგ ყველაფერი. ან შენ გითხარი, აბა რა შვები ახლა რასაკეთებ. აი, ნახე რაღაცები გამოჩნდა. ანუ ახლა ვაკეთებთ ლურჯი ლაზერით სკანირებას და ამ სკანირების პროცესში აუცილებელია მარკერების გაკეთება. მარკერების გარეშე ფიზიკურად ვერ ახდენს კარგ კოორდინაციას. აი, ახლა შეგახედებთ აქ, აი ნახეთ. სადაც არის მარკერები, მაგის მიხედვით უკვე ფორმას სვავს გამოიყვანს და მე დავსვას კომპიუტერში, რომ მაგის მიხედვით რაღაცები დაწერა, არ ვიცი რა არის. ანუ მაგის მიხედვით მე თქვენ უკვე კორექტირებას უკეთებთ უშუალოდ ნახას რის მიხედვითაც უნდა გააკეთოთ სლაიდერი, ხო? ესე იგი ეს გამოგივიდა მთელი დასკანერებული. კი. ეს არის რამა. რამა, ეს კუზავის ნაწილი. კუზავის ძარის ნაწილი. აქ არის ყველა ნახვეტი. სადაც ფეხები წავა, აი ეს მაგალითად არის წინა ფეხის. აი ეს არის წინა ფეხის ორი ნახვეტი, დანარჩენი უკვე წავა უკან. ეხლა ამ ფორმის მიხედვით მე უკვე რაც გჭირდება, მაგის მიხედვით. როცა დავამაგრებთ წინა ფეხს, უკანა ფეხს გამოვალ, დავინახოთ პლასმასის სად გუშლის, სად და პლუს ეს სიცარიელიც რომ მე უკვე ანუ შენ ჯერ ამაში ამაგრებ პროგრამულად. კი. ანუ შექმნი იმპლემენტში გამოიდა მოგიდა. შექმნი შაბლონსაც არის და მაგის მიხედვით მე შეცვლი ადგილზე დიზაინს. ხო, აი რო იცოდეთ მაინც როგორ კეთდება. აქ გავაკეთებთ მორგებას და ხო, და მე უკვე უშუალოდ ზომას რო გადმოიტან, იმას უშუალოდ იქ მე. კაი. გავიდეთ. მეგობრებო, რუსთავში ავიღეთ ზომები, როგორ უნდა დამზადდეს ჩვენი საფეხურები და ქვედა დამცავები და დასრულების შემდეგ დავუბრუნდებით და მეორე სერიაში გავაგრძელებთ საფეხურების და დამცავების მონტაჟს, განახებთ უშუალოდ როგორი გამოვიდა, როგორ მაგრდება და ასე შემდეგ. ველოდები მზად რო იქნება, ბიჭები დამირეკავენ დაახლოებით 1 კვირანახევარი ჭირდება პროცესს რომ დამზადდეს ეს ყველაფერი, ჩემი მანქანის მორგებული, რის შემდეგაც ჩავალ ისე უკან და უშუალოდ განვახორციელებთ მონტაჟს მანქანას. სალამებით მეგობრებო, კიდე ერთხელ უყურებთ პრადოს მომზადების ვიდეოს ნაწილ პირველს და დღეს ჩავმივიდა მონიტორი, რომელიც უნდა დაყენდეს აი აქ, განახებთ სად. ამ უბედურების ნაცვლად მინდა რომ დავაყენო რაღაცა მონიტორი. აი ესე არის, ეხლა ამას გავხსნი და ვნახოთ რა არის და როგორ არის და გეტყვით მე რას ვაპირებ. ესაც unboxing-ი, აი ნახეთ როგორ გამოიყურება. მაგრამ ზუსტად არის ორდინიანი Toyota-ს ქარხნული მაგნიტოფონი, ანუ არ ვიცი რა ქვია მას, მაგნიტოფონი. ოღონდ ეს არის, ახლა აგერ განახებთ. აი Toyota-ს part number-ით არის და ყველაფერით პიონერის მიერ დამზადებული არის და გამოიყენება საიონებში, აი ნახეთ. საიონით ეს მონიტორი არის Toyota-ს ერთ-ერთი სხვა მოდელიდან, კერძოდ საიონიდან, რომელიც გამოდის ამერიკაში და არის იგივე Toyota. არის 2013 წლის მოდელის, ჩემი მანქანა არის 2012 წლიანი და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ერთ-ერთში უნდა დადგეს არაფრის გადაკეთება არ დაჭირდეს. თუ რაიმეს გადაკეთება დაჭირდება, ანუ მაგასაც ერთად ვნახავთ ყველანი ვიდეოში. ეხლა რა არის მიზანი? მიზანი არის ის, რომ მანქანას არ აქვს უკანა ხედვის კამერა და კონდეს უკანა ხედვის კამერა. ოღონდ ეს უკანა ხედვის კამერის დაყენება მინდოდა ისე, რომ არ გამეფუჭებინა ქარხნული ხარისხი, შემენარჩუნებინა ეს ყველაფერი. მათ შორის ემუშავა ქარხნულად დარეკვის, ხმისაწევის, მუსიკის გადაცემის შემდეგ ღილაკებს და ყოფილიყო ქარხნული. ანუ არ მომწონს ხოლმე ეს ჩინური ეგრეთ წოდებული პრაიგრავაზელები Android-ებს, რომელსაც აყენებენ ხოლმე, მეყენა ერთ-ერთ მანქანაში და მე მაგით ყოფილი არ ვიყავი. თან საკმაოდ დიდი თანხა გადავიხადე იმ მონიტორში. მირჩევია ჩვეულებრივი ქარხნული დავაყენო, ბევრად უფრო უკეთესი უნდა გამოვიდეს თუ იმუშავა ამ ყველაფერს. შესაბამისად, ამან თუ იმუშავა, რო დავაყენებ, გეტყვით ყველაფერს ეტყოდებს როგორ რანაირად და თქვენც შემდეგში შეგეძლებათ რომ იგივენაირი აპგრეიდი გაუკეთოთ თქვენ მანქანას თუ იგივე პირობებში არის რაც ჩემი მანქანა. ეს ადრე უნდა გამეკეთებინა Forerunner-ისთვის, მე კი ის Forerunner-ი გავყიდე და აღარ გავაკეთე ყველაფერი და ეხა ამ პრადოზე აუცილებლად უნდა გავაკეთე. კაი, ეხა დასაშლელი, მისაშლელი, მოსაშლელია სალონი რომ არსებული ქარხნული მაგნიტოფონი ამოვიღოთ, ნახოთ მე შტეკერები მიდის თუ არ მიდის და მაგის მიხედვით უკვე ჩავსვათ შიგნით. კაი, წავედი აბა დროებით.
ესე იგი მეგობრებო, ეს არის აგერ კლიპსებით დამაგრებული, დაბლიდან აი აქ შესაყოფი რომ გამოვიდეს. შემდეგ უნდა მოხსნათ ეს 2 ბოლტი, ეს მთლიანად ამოვა და აქ მერე კიდე 2 ბოლტი რომ ამოვიღოთ ეს ქარხნული ხმის დამკარავი საშუალება და მერე ვნახოთ წავალ თუ არა ჩვენი მონიტორი. წავედით. როგორც უკვე გითხარით, ეს ნაწილი გამოდის, აქ ერთი შტეკერი არის ამრიული ჩასართავი და ეხლა უკვე ვართ მისულები აქ. ეხლა შეგვიძლია მოხსნათ ეს. აგერ ერთი, აგერ მეორე, 10-იანებია, ამას გამოვიღებთ და ვნახავთ აბა წავალ თუ არა. როგორი მდგომარეობაა? ეს არის ახალი, ხოლო ეს არის ძველი. მე რასაც უყურებ, ეს ორი არის ზუსტად იდენტური, უბრალოდ სხვადასხვა ადგილასაა. ესაც არის ამის იდენტური. ყველა არის იდენტური გარდა აი ამისა. ესეთ შესარჭობს ვერ ხედავ აი აქ. ეგ არ ვიცი რისია. ეხლა გავიგებთ, ჩაირთვება თუ არ ჩაირთვება, ამას ვთვლი რომ მივაყენო იქ, უბრალოდ შტეკერებს შევარჯობ და ვნახოთ რას მდგომარეობა გვაქვს. მაგნიტოფონი ჩაირთო, რადიოს იჭერს, ბლუთუზი მუშაობს, მუსიკას უკრავს, ტელეფონით დავაერთე, ყველაფერი კარგადაა. რა არ მუშაობს? არ მუშაობს ტელეფონით დარეკვა, ხმის აწევა დაწევა, მუსიკის გადართვა, გადმორთვა და მოუდების შესვლა შემოსვლა. იმიტომ რომ რამდენიმე შტეკერი ფიზიკურად არ წავიდა. ეხლა მოსაგვარებელი არის ეგ ამბავი, ამას სავარაუდოდ ამ მაგნიტოფონს დავტოვებ, რომ აღარა მოვიღო და წავალ ამ ყველაფრის მოსაგვარებლად და ბარემ უკანა ხედვის კამერის დასაყენებლად, იმიტომ რომ ამაზე უკანა ხედვის კამერა დგება. ეხლა კროშტეინებია შესაძლებელი, უცებ გადმოვწვევ კროშტეინებს და მერე მაგას გავაკეთებ, რაც გითხარით და დავტოვებ რა, ბარემ იყოს ხა, რავი, დავაყენე და ჩვენივად გამოიყურება სხვა შორის. როგორც ჩაჯდება საბოლოო სახეს განახებთ, აბა წავიდა. რაც დავადგინეთ, ესე იგი, ნახევარ რაღაცები მუშაობს, ნახევარ რაღაცები არ მუშაობს. არ მუშაობს ასევე დარეკვით ირეკება, მანქანის ნაუშნიკებში ამოდის ხმა, ნაუშნიკები რაღაც. მანქანის დინამიკებში ამოდის ხმა, ჩვეულებრივ ისმის, უბრალოდ ჩემი ხმა არის, ანუ მიკროფონი ვერ დავაერთეთ და ვერ დავაერთეთ მულტისაჭის მართვის სისტემა. ეგ ორი რაღაცა გვაქვს მოსაგვარებელი, რაც დამრჩა შტეკერები გარეთ. ეგენი მაგეების გადამყარები უნდა ვიჩალიჩო ეხლა. კაი, ეხლა გავთიშო სურათებს გადავიღებ ყველაფერს, ზეები ვერ შევაერთე, სადმე შევაერთო და მაგის მიხედვით გამოვწერ მე მაგკაბელებს, ან აქვე გავაკეთებინე ვინმეს თუ გააკეთებ. ესე იგი, მეგობრებო, ვინაიდან და რადგანაც აღნიშნულ მაგნიტოფონს ჩამოყვა სხვა კროშტეინები, ეხლა გადმოვიტანე ქარხნის კროშტეინები, ოღონდ არ ვიცი შიგნით როგორ დადგება, იმიტომ რომ ამ სხვა საბოლტეებში დგება და იქ სხვა საბოლტეებში დგება. გამოჩნდება ეხლა ეს როგორ დადგება, რომ შევსვა. მეცდები ეხლა რომ სატესტოდ უბრალოდ შევსვა და ნახოთ ერთი რანაირად გამოვა. ესე ჯდება. უბრალოდ ეხლა მე რას ვერ ვიგებ, იმიტომ რომ სიგრძეში მე მგონი ზუსტად ის სიგრძეა, რა სიგრძეც უნდა იყოს. აი, ეხლა ნელ-ნელა ეგ უნდა ვცადო, იმიტომ რომ ეს ქარხნული არის ცოტა გრძელი ამაზე, ვიდრე არსებული ესა. კაი, მე ხა ჯერ იმას ვიზავ, მეორე მხარე კროშტეინსაც დაუყენებ და მაგის მიხედვით მე გავტესტავ საბოლოოდ. ესე იგი, არა დასრულებული პროდუქტი გამოიყურება აი ასე. არ ვიცი, თქვენ შეაფასეთ და დაწერეთ კომენტარებში, კარგი გამოვიდა თუ არა, რა იყო მანამდე ნახეთ, როგორი გამოვიდა ნახეთ. ჩემი შეფასებით ზის იდეალურად. ქარხნული, არანაირი ჩარევა, იდეალური გადაწყვეტილება. უკანა ხედვის კამერას დავაერთებ, ამას გავასწორებ, საჭიდან რო არ მუშაობს, შტეკერებს გამოვიტერ, გადამყვანებს და ამაზე კარგი გადაწყვეტილება, ამ მანქანაზე აუდიო სისტემაზე და უკანა ხედვის კამერაზე რო ჩაერიოთ, მე არ ვიცი. ხო, გაითვალისწინეთ, რომ ეს გამოდის მხოლოდ ჩემნაირი აუდიო სისტემაზე, ანუ ორდინიანი სტანდარტული სისტემაა, მონიტორიანებიანზე ეგ არ გამოვა, იმიტომ რომ ეს პლასმასი თავის ღილაკებით სხვანაირად არის განლაგებული. კაი, წავედი ახლა იმას, რაც მომშავაწყობ და დანარჩენი უკანა ხედვის კამერის აღებას ამ შემდეგ დეტალებს გეტყვით. მოგესალმებით კიდე ერთხელ მეგობრებო. ეს კიდე ერთი სხვა დღე გათენდა და ამჯერად მივდივარ უკანა ხედვის კამერის დასაყენებლად. იცით რომ მონიტორი ჩემით შევცვალე, ამ მონიტორზე არ მუშაობს საჭის კონტროლის ღილაკები, ანუ ხმის აწევა დაწევა, მუსიკის გადართვა, გადმოთვა და რაღაცა თვლიანად მიკროფონი და ასე შემდეგ. ასევე ამ მონიტორს აქვს საშუალება რომ ქარხნულად დაერთეს უკანა ხედვის კამერა, რაც აუცილებელია ამ ხელა მანქანისთვის მე თუ მკითხავ. შესაბამისად ახლა მივდივარ რომ გავმართო ეგ ყველაფერი, დავაყენო უკანა ხედვის კამერა, ეს ღილაკების გავმართო და დავამუშაო და გავაგრძელო მე მომზადების სხვა და სხვა ეტაპები. ეხლა ეს პირველ სერიაში იქნება ალბათ და სხვა რაღაცები ამაში მოესწრება თუ არა, არ ვიცი, ნახოთ რამდენი გამოვა ქრონომეტრაჟი, მანდიდან გამომდინარე ჩავსვა მე ამ რაღაცებს ვიდეოში. კაი, წავედი ახლა ადგილზე რომ მივარ მე იქ წვრილად რაღაცებს გადავიღებ თუ საშუალება მომეც. აბა დროებით.
ესეთი მდგომარეობა დავშალეთ და როგორც ვარაუდობდი ეს ერთი და ეს მეორე კაბელი რომელიც არის სხვა შტეკერით გადასაყვანი არის მეორე შტეკერზე ეხა ის შტეკერები აქ არის უბრალოდ გადასაჭრელია და გადასაბმელია იქით ამხარეს და წესით მე ყველაფერი უნდა ამუშავდეს და უკანა ხედვის კამერაზე ამ ეპს მოვრჩებით მე გადავხდით ესე იგი მოკლედ ყველაფერი დასრულდა აუდიოსთან დაკავშირებით ყველანაირი ღილაკი დარეკვა მიკროფონი ყველაფერი მუსიკის გადართვა ხმისაწევა დაწევა ყველაფერი მუშაობს მათ შორის ესე გამოვიდა უკანა ხედვის კამერა რო გითხრათ ეხლა რომ მდგონის და ძალიან მაგრა აჩვენებს ხო არა მაგრამ უკანა სენსორებთან ერთად თავის საქმეს აკეთებს არაფერს არ დაეჯახებით მოკლედ ეგ იყო ჩემი ამოცანა თუ არაფერს არ დაუჯახებოდი ხო ზოგადად რო გითხრათ ესე იგი უკან საბარგულში ამ მანქანას და ალბათ სავარაუდოდ სხვა პრადოებსაც ქართულად აქვს დატოვებული ადგილი უკანა ხედვის კამერის დასაყენებლად ანუ რკინის გახვეთა არ გიწევთ პლასმასი არის პატარა რაც იხვრიტება და ლამაზად დგება კამერა ეხლა რო გადავალ მე გარეთ მე უკინა კიდე განახებთ როგორ გამოვიდა და გაითვალისწინეთ ვინმეს თუ გინდათ უკანა ხედვის კამერის დაყენება საკმაოდ მარტივად და ლაკონურად დგება არ უწევს რაღაც რკინების ხრეტა და მთელი ამოვიდა უბედურად აი ესე დგება მეგობრებო ქარხნულად აქვს დატოვებული აი ეგ პლასმასი და ზუსტად მაგ პლასმასში ეჭირება შიგინა და ძალიან ლამაზად და ლაკონურად დგება კამერა. მოგესალმებით მეგობრებო. პრადოს მომზადების პირველი ნაწილია სავარაუდოდ. ან გადავიდა მეორეში ახლა ზუსტად ვერ მეგონი პირველი უნდა იყოს. და დღეს მივდივარ off-road hobby-ში. სადაც მინდა რომ დავაყენო ჯალამბარი. და ჯალამბარის დაყენების პროცესი არ არის ესე მარტივი როგორც თქვენ უყურებთ. მინდა რომ დავაყენო ქარხნულ ბამპერზე, ანუ ამ ეტაპზე არ მინდა ბამპერი შეცვლა. მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ARBS ბამპერი, მაინც მინდა რომ დავაყენო ქარხნულ ბამპერზე. შესაბამისად, off-road hobby-ში აქვს სპეციალური სადგამი, რომელიც დგება ქარხნული ბალკის, ეგრეთ წოდებული ბალკის ადგილზე, სადაც უკვე გათვალისწინებული არის ჯალამბარის დასამონტაჟებელი ადგილი. ესე იგი, ახლა უნდა მივიდეთ, მოვხსნათ წინა ბამპერი, შიტოკი, ამიცი, როგორ არის ქართულად უფრო სწორი. შევცვალოთ ეს ეგრეთ წოდებული ბალკა, დავამონტაჟოთ ჯალამბარი, დავაერთოთ, გავმართოთ ყველაფერი და მანქანა მზად იქნება ექსპედიციებისთვის კიდევ უფრო, ანუ ერთ ნაბიჯს გადავდგოთ წინ. ანუ ჯალამბარის დაყენება, როგორც ყველა მიცით, ჩვენი ვიდეოები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემთვის შეიძლება ვიღაცისთვის არა, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ისეთი მანქანისთვის, რომელთაც მოგზაურობ და შეიძლება მარტოც მოგზაურობდეთ სადმე. კაი, წავედი ახლა, მივალ, ნახავ, ყველაფერს გადავიღებ, თქვენს გეტყვით რა როგორ ჯდება, რომ თქვენ თუ დაგჭირდებათ იცოდეთ და გავაგრძელებ მე მანქანის მომზადებას კიდე რაღაცებს ვაკეთებთ. კაი, წავედი. მოვედით, გამარჯობათ. დავით, რა შვებით აბა დღეს? მოიცავთ ისე არის ლაპარაკო ამას მოგცა. მოიცა ერთს გატყდება რაღაც მერე ჩა. მოიცა ბიჭო, ჯერ არ დაშალო. რა გვაქვს გეგმაში? მე კი ვილაპარაკე წინ და წინ, მაგრამ ის არ მინახებია არაფერი. ანუ ხსნით ქარხნულ ბამპერს, ქართულად ბამპერია. ქარხნულ ბამპერს ხსნით და ქარხნული ბალკის მაგივრად, აი ჩაანათი აქ გამოჩნდება, ალუმინის ბალკის მაგივრად ვაყენებთ ქარხნულ სამაგრებზე მორგებულ ჯალამბარის დაფას და ჯალამბარს. კაი, ეხლა გზადაგზა მე გაჩვენებთ რას და როგორ შვებით. აი ესა რაც უნდა დაყენდეს ჩვენი ბალკა, აი აწერია კიდეც. L150. ეხლა იმას ქარხნულს მოხსნით, ამას წავიღებთ და აქვე განახებთ ჯალამბარს. სად არის? აი ეს. ამ შემთხვევაში ვაყენებთ 13500-იანს. რაც უფრო მეტია, მით უფრო კაია ზომაში, პრაქტიკულად 12000-იანი და ეს ერთი და იგივეა. გადაცემებია შიგნით სხვა და შესაბამისად უფრო მეტი სიმძლავრე გვექნება. რაც კარგია გუშინდელი დღის მერე ეგეთი რაღაცები კარგად გამოგვადგა. ეხლა ზოგადად დაგათვალიერებინებთ მაღაზიას მაინც ბევრჯერ კი ვთქვი, მაგრამ მაინც კიდე თუ დაგჭირდეთ რამე რომ იყიდოთ. მდგომარეობაა მოკლედ ამ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი აქსესუარი, რაც თქვენი მანქანის მოსამზადებლად ან საექსპედიციოდ დაგჭირდებათ. არ ვიცი, ჯალამბარი, შაკლი, საბუქსირე სტროპა და ასე შემდეგ. ძალოვანი ბამპერები, დისკები, რა ვიცი, ყველაფერი.
Დანარჩენ დეტალებს დაყენებისას ეხა უკვე გადავალ და იქით განახებთ. აჰა, საქმე მიიწევს წინ. ეხა უნდა მოხსნათ ეს ბალტა ქარხნული და მივაგოთ არა ქარხნული. და დავაგოთ ზედ ჯალამბარი. წინა ბალკას მოხსნელია, ეხა მოვიტანთ ახალ ბალკას. Unboxing-ებთ, განყოფას უკეთებთ, ისაინას 3.5-ს LBS-იან ჯალამბარი. რომ ჩავაყენოთ, აი, აქ ნახეთ როგორია სადგომი, საბოლტეები გათვალისწინებულია, ტუჩი აქ ხდება და ეს ყველაფერი ლამაზად გამოვიდეს. მიზანი და გეგმა ეგაა. ახლა სალამანი კაბელია. აი, წავიდეთ საქმეს. ჯალამბარი მოვარგეთ, ნენა შეტყვით მოვარგეთ და ცოტა დამუშავებები ჭირდება და ახლა მაგ დამუშავებებს გავაკეთებთ. ჯერ დავამაგრებთ ჯალამბარს, გავამაგრებთ, გავიყვანთ ელექტროობას, როგორც ბატონი ტექნიკური დირექტორი. ამ შემთხვევაში დღეს დათუჩარი ტექნიკური დირექტორი არ გეწკინოთ. Sorry, Yako. Yako, ბოდიში შენ ადი შენ გემურვები. და მე გადავალთ უკვე შიტოკის მორგებაზე. იქ ცოტა რაღაცა სამუშაოები არის ასტარებელი. ბევრი ისეთი არაფერი. წავიდით შემდეგ ეტაპზე. ეს დამაგრდა, დაერთდა, ჩაირთვა მუშაობს. ეხლა გვინდა ამის ამოჭრა, რომ აი ეს ადგილი განთავისუფლდეს. ნახოთ ეხლა რა იქნება. თითქმის დასრულებული სახე. ძალიან წვიმანები დაგვრჩა. ცოტა ეს ადგილი უცნაურად დადგა, აი ეს ადგილი. იდეაში თლათ ეგრე არ უნდა დგებოდეს. და გეტყვით ახლა რა არის პრობლემა? ანუ ეს ნახეთ აქ როგორა ძალიან შორსაა. ეს შეეძლოთ შიგნით შემოეწიათ და აქ ყველაფერი ქარხნული დარჩებოდა. ნუ მაგრამ როგორი ისა თქვა, პოლა ეგრეთ წოდებული სადები პლაშატკაც ეგაა. დათუშა იქ ეწვალება იქით ამხარეს. აი დავალ ახლა მივეხმარებინეთ. აი საბოლოო სახე თითქმის აწყობილის ეგა, ანუ რაღაც ძალიან წვიმანები დაგვრჩა. მოსაწყობი და ესეთი გამოვიდა. რა ვიცი, მგონი ძალიან ცუდიც არა. ჯალამბარიც გვაქვს. მოვიდა უგედური. აი, ამ ეტაპზე მე მგონი სულ ეს იყო. რაღაცები კიდე ბევრი რაღაცები დაგეგმილია და ნელ-ნელა გავაგრძელებ მანქანის მომზადებას და მე რომ მომზადდება საბოლოო ჯამში კიდე ერთ ვიდეოს ჩავწერ მომზადებული როგორ დადის. სავარაუდოდ ამ ვიდეოს ახლა აქ დავასრულებ და მე მეორე ნაწილში გავაგრძელებ უკვე მომზადების ეტაპებს და განახებთ რას და როგორ ვაყენებთ. აი, აბა ეხლა გემშვიდობებით, პირველი ნაწილი აქ დასრულდა, მეორე ნაწილს იხილავთ კიდე საინტერესო რაღაცები გველის წინ. აბა წავედით დროებით.